როგორ დაიწყო და ერთი აბსოლუტურად ჩვეულებრივი მეგობრების შეკრება იყო, მეგობრების წრეში, ძალიან ახლო მეგობრების, ბავშვობის მეგობრების და რაღაცა სულ ეს ბავშვობიდან მიჩვეულები არიან, რომ მე რაღაცნაირად სულ ვარ ხოლმე ისეთ როლში, რომ ყველა კარგ ხასიათზე უნდა იყოს ჩემს გარშემო. და რაღაცა უცებ გამახსენდა ეს ისტორია, რომელიც არ მქონდა მოყოლილი, ეს საუბარი არის ცნობილ ინდაური კინტაურის ისტორიაზე, რომელიც სხვა შორის არ არის ახალი ამბავი, დაახლოებით 2019 ან 20 წელი იყო. და ამ ისტორიის მოყოლა რომ დავიწყე, საერთოდ არც ვიცოდი, ჩემი მეგობარი, უახლოესი ბავშვობის პირველ კლასთან ერთად ვიზრდებით, თურმე არის ლაივში. და ოღონდ აი მართლა წარმოდგენა არ მქონდა, რომ ის იყო ლაივში და მიღებდა. რომ დავამთავრე ამ ისტორიის მოყოლა ძალიან ბევრი იცინეს და ვიცინეთ ერთად და მეც ძალიან ბევრს ვიცინი ჩემს ისტორიებზე. და ძალიან ბევრი რომ ვიცინეთ, დაახლოებით 5 წუთში, ნუ რა ვიცი, აი ჩემი ტელეფონი ფეთქდება, ოღონდ აი მართლა ვერ მივხვდი რა ხდებოდა. მომდის მეგობრობის თხოვნები, რა უამრავი, ხელის თხოვნები. და უნდა მოგვიყვეთ ხა ეს ისტორია. აუცილებლად მოგიყვებით. ეს ისტორია ხა სინამდვილეში თქვენ იცით ბატონო ნიკოლოზ და ბატონო პატო, თქვენც იცით რომ ეს ისტორია რაღაცა მართლა ჩემი გალამაზებული და ჩემი გაფერადებულია, ასე რომ ვთქვათ და ერთი დღეც არის და ხრინკის ქუთაისიდან ურეკავს თავის მეგობარი. რომ ხრინკიო, ბიჭო, თეატრშიო, ინდაურის ფორმა ხო არ გაქვთო, ბავშვისთვის მინდაო. ვიმე ვარაო, ხრინკი მუთხრა, არ ყოლიაო, მაგფერი პერსონაჟი არ ყოლიაო თოჯინების თეატრში. გელი აქვს, გელი გვაქვს. ყველა ყავსო რა, ბატიშტუკი ყვა. აი, ინდაური არა, ეს ინდაური არა ყავსო. ხო და ნუ რა ვერ უშოვეთ ეს ინდაურის ფორმა რა, ნუ გავიკითხეთ, გამოვიკითხეთ, რაღაცა 1000 გაქირავებაში დავრეკეთ ისა ესა, მაგრამ ნუ არა, ვერ უშოვეთ ეს ინდაურის ფორმა. დაახლოებით გადის 1-2 თვე და გვირეკავს და ნუ რა მოხდა ახლა სინამდვილეში. ბავშვი მივიდა ბაღიდან, მოვიდაო ჩემი ბავშვიო და მამაო, ინდაური ვარო, მამა ზეიმზეო. გავგიჟდიო, ხრინკიო, ბიჭო, რა ის ინდაური ხარო, ამ შუა ქუთაისშიო, რა იყო, აღარ დემბლა გადარენიე გვაქო, სტაცივში უნდა ჩაგდონო თუ რა იყო? რა არის თან მაგრამ იტყდებაო ხრინკიო რა, ხო ქუთაისშიო, აი ინდაური, ბატამისი ბავში ინდაურიაო და ნუ აი ესე ვარო რა, მაგრამ ხო ბავშიაო და ინდაურიაო და უნდა ეს ფორმაო და უნდა ვიშოვო. მოვიარეო ეს ქუთაისის გაქირავებებიო და ვერ ვიშოვეო ეს ინდაურის ფორმაო. და ქერო მანდო თბილისში ყავთო კუწურიეო. მაგნაირი ყავსო ქუთაისშიო, აგერო ერთი კაი კუწურიე ბიჭიაო და მივედიო და მეუთხარიო ინდაურის ფორმა მინდა ბავშვისთვისო. აი მეო ვერაო. მეო მაინც პროისა და ამოვიღეო ასეო და 1000 ლარი დაუდეო. ხო და ამასო რო შეხედავ ასეო მოკიდაო ხელი და 2 დღეში მობრძანდითო მითხრა. ხრინკიო ბიჭო, 2 დღეში მივედიო და ტიპმაო ინდაურის ფორმა გამოიტანაო. აი без 5 მინუტ ფარშევანგიდაო რა. ხოცრებაო. აი აქ ხო აქო ეს ჩიჩახვი ხო აქვსო. აი ხო ნავაროტკები აქო დამატებული, აი ესეთი კნოპკები აქო რა, ერთს რომ მიაჭერო, შესეშვება. მეორეს რომ მიაჭერო, აი იფხორება. რა? ხო და გავგიჟდიო, ხრინკი 200 ლარიო კიდე დაუმატეო. ბიჭო, აი ძალიან მაგარია. სასწაული ნამუშევა, ნაწვალები აქო, კაცო, ინდაური. ნათენები აქ შემოქმედებითაც მიუდგა. ძალიან სასწაულათო და ერთი სიტყვით წამოიღო ეს ინდაურის ფორმა და ზეიმი არისო, ოპერის თეატრი არისო აღებულიო რა. ხო იცი ეს დაქირავებულიაო დარბაზზე, იმიტომ გამოიდო თავი პედაგოგმა მშობლებმა. ხო და წინა 2 რიგი ვიყიდეო ხრინკიო. აი ეს წინა 2 რიგიო, ესეო კანტიკუნტათო მეზობლებიო და ნათესავებიო, აი ეს რაღაცო ისეთიო და 1-2 მეგობარი დავსიო და
ასეო გადავიდეო ფეხი ფეხზეო და უკან შოვლებს გავხედეო. ახლა აქ ჯებოში გამოვაო. დაგიჩრდილავთ ყველას ბავშვებსო. აღარ გამოჩნდება არც ერთის ბავშვიო და გამოდისო მასწავლებელიო პედაგოგიოსთი ლამაზი რაღაცა ეს ჭყიალები აქო ესე საყელოზე ის დავარცხნილი პომადით ისა და მოგესალმებით მშობლებო, დღეს ჩვენ გვაქვსო სახალწლო ზეიმიო, გილოცავთ ახალ წელსო და ასეო ხრინკიო სცენაზეო ორ კასეტიანი მაგნიტოფონი იდო და ასეო პლეის დააჭირაო. ხო და ამ პლეისო რო დააჭირაო და დაიწყო. დაბადა და გავიხედეო ხრინკიო. 9 ბავშვიო მოდისო კინტაურის ფორმითო და უკან ჩემი შვილი მიათე მოყვება ინდოურის აქანო წითელი ნაჭერი ქონდა ჩადებულიო გული რო არ დაეწყვიტა